პროფესორი დიოსონობა რადიო ქართულენოვანი G18 აგრძელებს მოწყობილობას უფრო სწორედ ღამემშვიდობის საკმაოდ დროის წავიდა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებაში მე მინდა პოლკოვნიკ ეფრემ მიხეილს ვთხოვო რომელიც არის საერთაშორისო მიმოხილველი უფრო სწორედ საერთაშორისო ექსპერტი პოლიტიკაში და სამხედრო სამშვიდობო პროცესებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გაგვიზიაროს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებით საინტერესოა დიდი შვიდიანის მიმდინარე მოვლენები ტრამპისა და ერდოანის შეხვედრა ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა და ასე შემდეგ თხოვთ ბატონო ეფრემ გამარჯობათ მე ქართული მერი თქვენ და თქვენ რადიო მსმენელებს სიტუაცია ახლა უსწრაფი ისევ დაძაბულია და ხანდახან როგორც პროჟუნა განიმუხტება და ისევე იძაბება. აი ორი დღე იყო ამ კვირაში გაერთიანებული შეხვედრა ნატოსი რომელშიც მონაწილეობდა დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ოღონდ ევროპის ლიდერებთან ერთად ყველა იყვნენ აქ იყო ბალაბაიტი მასპინძელი ეს ერდოანი თურქეთის პრეზიდენტი რომელიც პადუაში ხელგაყრელი დაყვებოდა ტრამპს და უნდა დაინახებინა მსოფლიოსთვის რომ არის ტრამპი მაგის მეგობარი და მთავარი მიზანი იყო ის რომ ტრამპს მიეცა უფლება ხელი მოეწერა იმისთვის რომ ყველაზე ტექნოლოგიური და გამართლებული ტექნოლოგიების რომელიც აქვს მარტო ისრაელს და ამერიკას და ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებს ნატოში მიეცეს თურქეთსაც ეს არ არის კარგი ინფორმაცია ისრაელისთვის იმიტომ რომ თურქეთი გადაიქცა ირანზე ნაკლები არ არის ტერორისტული ის თუ არის შიიტების ტერორისტული ქვეყანა, ეს არის სუნიტების ტერორისტული ქვეყანა და თურქეთი იძახის რომ მე მინდა ისრაელის განადგურებაში მიიღო მონაწილეობა. სადაგვავიდეს თურქეთი 5-7 წლის უკან იყო სტრატეგიული მეგობარი ისრაელის. ისრაელი აძლევდა ტანკების რესტავრაციას და ფიქრების რესტავრაციას და ისრაელის ტექნოლოგია იჯდა იქ თურქეთში. ასე გადაბრუნდნენ სატანად ემართათ და აი ამისკენ მიდის თურქეთის პოლიტიკა. თურქეთი ერდოანს მეგონი ცოტა ამხოლა თავში, მაგას უნდა სულტანი რომ იყოს და დაიწყოს იგივე დაკარგული ტერიტორიები, ვითომ როგორც ქონდა შუა საუკუნეებში სულტანი და პადიშაჰ თურქეთის ეს იგი ბრახა სულთანი იერუსალიმიდან უკან დაიბრუნოს. ხო, ასეთი ტერიტორიები, ასევე კავკასია დაიპყროს, ასევე კრიმი და იძახი ჩემი არისო და უკრაინის ნაწილები და ახლა ასეთი პროგნოზების გაკეთება ძნელია, იმიტომ რომ მაგას ისაკ ცოტა ინიციატივა მიეცა იმიდან რომ 10 წლის განმავლობაში, 15 წლის განმავლობაში მოხდა სოფლიოში ისეთი ინციდენტი, რომ მთელი სოფლიო დააშოკა. რუსეთმა წაართვა უკრაინას კრიმი და ეს იყო 2014 წელს და ხმარა მოიღო მთელი სოფლიო. დაანებეს და 4 წლის უკან შევიდა რუსეთი უკრაინაში და წაართვა 20% ტერიტორიის დღემდე და შერიგდით ეუბნება სოფლიოზე, სოფლიოს არა აქვს იმის ძალა, რომ უკრაინას და რუსეთს უყურებს დაიხია უკან ტერიტორიების წარსულობა აღარ არის მეორე სოფლიო ომის შემდეგ. და აი ესა პრობლემა და ამას ვიყენებ ჩვენ მაგალითად რომ ჩვენსაც იკეთოთ ჩვენ 15 კილომეტრი ლიბანონის ტერიტორია დაპყრობილი გვაქვს. მთელი ისრაელის საზღვარზე, სირიის საზღვარზე და რუსეთმა დაიპყრო ჩვენ შემიძლია რომ დაიპყროს. ეს იმის კანონი არ და ჩვენი არ არის კანონი. ამიტომ ოღონდ დავამტყრო რადიო მსმენელები იმისთვის რომ თურქეთი თუ მიიღებს ჯერ არ მიუღია თუ მიიღებს უფლებას ტრამპიდან რომ დაუცხადოს კონგრესს მე მინდა მივაწოდო
ახალი ბომბდამჩენი და გამანადგურებელი თვითმფრინავები F-35 თურქეთს ამას დაჭირდება დიდი პროცესი მე ჩადგება თურქეთი იმ წარმოების ოჩერეთში რომელიც უშვებს თვითმფრინავებს და თუ იქნება მიწოდება თვითმფრინავების ეს იქნება 10-15 წელიწადში მანამდე ხოთი მეფემ რო უთხრა იმას ან მეფე მოკდებაო ან თქვენი მოკდებაო და ან გალიშვილი მოკდებაო მოშევთქვა მანამდე 15 წლამდე ამიტომ არ ვიჯავროთ სამაგიეროდ კიდევ F-35 არის თვითმფრინავი რომელსაც აქვს თები მოტორი და დაფრინავს კარგად და რადარს არ შეუძლია თავისი სტრუქტურული აგებულების გამო რადარს არ შეუძლია რომ სხივი დაიკავოს მაგაზე და თავის ეკრანზე დაიჭიროს სად არის თვითმფრინავი. ოღონდ დანარჩენი ტვინი რაც არის შიგნით, ყველაფერი ისრაელის არის ჩადგებული შიგნით. ეს იგი თუ ეკნება თურქებს იქნება ლენჩი და გამოჩერებული F-35 და ჩვენი F-35 უდრის იმათ 10 თვითმფრინავს. გაიგე? ამიტომ არ შეგვეშინდეს. როგორც მაგრამ პროცესი მაინც არასასიამოვნოა. არასასიამოვნო როგორც პიტერ ექსეთმა თქვა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ომის მინისტრმა ახლა აღმოსავლეთშიო თუ ზევით აიხედავ ხმარისო ზევით აერშიო და აიხედავ ზევითო ან და ირანის ზევით აიხედავო ან ჩვენ თვითმფრინავებს უყურებ ბევრი ვარსკვლავები რო აქვს შიგნით ზევითთან დახატულიო და ან და ისრაელის თვითმფრინავებს რომელსაც მაგინ დავით ეხატიაო სხვა იქ არავინ არ თათარობს და არ დადისო ეს არის კონტროლი აქვს თელ ახლო აღმოსავლეთში ისრაელის და ამერიკის ავიაციას გაიგეთ? გასაგებია აი ეს დავამკლავოთ ჩვენი მოსახლეები რაც შეეხება სამიტი იყო ძალიან დაძაბული იმიტომ რომ ტრამპმა პირში უთხრა როგორც შეეთანადებება ტრამპის პიროვნებას რომ არავის არ ამალავს თავში უჯის რომ სამართლოდ მოიქცა ევროპა და ევროპის ლიდერები როდესაც მე ომი დავიწყე იმას დასაცავად ირანთან და იმას რომ გვერდში არ მოგვიდგენ ამიტომ ჩვენთან დახმარებას არ ელოდებათ ესე იგი ნატო მიიღო 5 მილიარდი 10 მილიარდი 10 ტრილიონი დოლარის დარალი იმიდან რომ ამერიკას არ დაუდგა გვერდში ეხლა ყველა იარაღი რომელსაც აწოდებდა ამერიკა ევროპას უფულოდ უნდა თვითონ იყიდონ და ამდა გამოუშვა. საკმაოდ დიდი ზიანია მათთვის ფინანსურად. დიდი პრობლემა მაგასინეს. სამაგიეროდ ახლა უკრაინას ადრე რომ 360 მილიარდი დოლარი ეხმარა ამერიკამ მარტო იარაღის მიწოდებაში და საჭმელში და საშუალებით და ყველაფერში შეუწყდა დონალდ ტრამპმა უკრაინას ამ დახმარების მიცემა. ოღონდ ერთი რამ მისცა უფლება რომ შეიძლება მოქცე უფლება პატრიოტის ესე იგი რაკეტები რომელიც რაკეტებს აგდებს პატრიოტი ქვია იმის რაკეტების გამოშვების უფლება მოქცე უკრაინის ტერიტორიაზე ესე იგი ტექნოლოგიას გადაწევს თუ და CIA ან და კონგრესის უმიდრეს უფლებას დანარჩენი სამიტი იყო დაძაბული და ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა ორი დიდი განცხადება ერთი მეორეს ორი დღის განმავლობაში ირანი არის კიბო და კიბო უნდა ამოიყოს ამოხრილი ცხეულიდან სოფლიოსი და წარმოიდგინეს ესენი არის მათხვარები და არასერიოზული ხალხი ერი მათხვარა და ამათ ატომური იარაღი ამათ ხელში არ შეიძლება რომ იყოს იმიტომ ეს არის თელი სოფლიოს საშიშროება და ამაში დაფიქრდით ამგორ მოიქცევით მომავალში და ეს ორი დღეა უკვე მიდის პატარა და სერიოზული დარტყმები ირან და ამერიკის შუაში ირანმა ისროლა 3 რაკეტა მე ამერიკამ დაარტყა 10 რაკეტით უშინცინ ღამეს დღეს კიდევ ამერიკა ბომბავს და ირანმა გაუშვა რაკეტები დუბაიში და კატარში და ემირატებში აი ეს არის სიტუაცია და ეს იყო კიდევ ახალი ცერემონია ამიტომ
რადიოსმენელებს მივაწოდო ინფორმაცია, ეს ისრაელის ერთ-ერთ ავიაციის ბაზაზე იყო ცერემონია თვითმფრინავების კურსის დამთავრების. 192 კურსი დამთავრდა ისრაელის საპილოტო კურსი, რომელშიც ახალი ბიჭები, სასწაული ბიჭები და გოგოები იქნებიან მომავალი მფრინავები ისრაელის მომწინავე ხაზებზე. იქ იყო ისრაელის პრეზიდენტი ერცოგი და შემდეგ გამოვიდა ისრაელის მთავრობის მეთაური ბინიამინ ნეტანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცმა განაცხადა ჩოთკად შეუცვლელად ისრაელი თანახმა ისრაელი მზად არის მესამეჯერ განაახლოს ომი ირანის წინააღმდეგ და განადგუროს დარჩენილი რაც აქვს ირანის რესურსები. მეორე ნეტანიაჰუ გაიხსენა რომ ეს ამ კვირაში იყო 50 წელი იმ სენსაციური ოპერაციიდან, რომელიც იყო გაკეთებული ენტებეში და მეთაურობდა მისი ძმა იონათან ნეტანიაჰუ ზიქრონი ბრახა, რომელიც დაიღუპა ამ ოპერაციაში. მოგეხსენებათ რომ 4 ივლისს 1991 წელს მოიტაცა ტერორისტებმა, პალესტინელმა ტერორისტებმა ციფრნავი, რომელიც მოდიოდა Air France საფრანგეთიდან ისრაელისკენ და დაიყვანეს უგანდაში. ამ ციფრნავზე იყო 107 ისრაელის მოქალაქეები და იქ მოხდა გენოციდი. ტერორისტებმა დაანახეს მსოფლიოს რომ დააშორეს ვინც იყო ისრაელის პასპორტის მქონე და არა ისრაელის პასპორტის მქონე, ისინი გამოუშვენ ისრაელის მოქალაქეების ინტერვიუს და ისრაელის მოქალაქეები ჩაიგდნენ ხელში და ითხოვდნენ ტერორისტების განთავისუფლებას დაჩქაროთ და თუ არა ყველას დახვერთავენ და მოკლავენ ეს მოჭრიან. ეს არის კალბატონო მერი მაინც ვიცოდეთ ხო მაშინ ვილაპარაკეთ ციფრნავზე F-35 და ამას მაგალითად Volvo ჩავწვით და Mercedes-ად მაშინ იყო ველოსიპედები ციფრნავები გაი 50 წლის უკან და იცხაკ რაბინი იყო პრემიერ-მინისტრი და შიმონ პერესი თავდაცვის მინისტრი. ისრაელის დესანტების უფროსი იყო დან შობრონი, მერე მომავალში ისრაელის გენშტაბის უფროსი და დან შობრონს დაუძახეს და იონი ნეტანიაჰუ იყო ისრაელის საერთ მათგარის ყველაზე ელიტი ელიტარული სამხედრო სამსახურები. ისრაელის იმის უფროსი. და დაუნახეს და 4000 კილომეტრი მანძილი. არის ვარიანტი რომ ასეთი დაპყრობილი ებრაელი გავანთავისუფლოთ ტერორისტებიდან. დღესაც არა. და ამ მართმა მოიგონა იონი ნეტანიაჰუმ და ამ ხალხმა მოიგონა მოსადმა და მათ ვაშელი შეუძლებს მოიგონეს ოპერაცია, რომელიც რომ გაკეთდა მასოსვე ის დღე ჯარისკაცი ვიყავი უკვე ახალგაზრდა ბიჭი 21 წლის ხო მამაჩემს უხსნიდი მამაჩემ მეუბნებოდა განსწრებული მამაჩემი შენ ამათ ყოფი ხო არ ხარ და შეიძლება 4000 კილომეტრი ებრაელებს დაიხსნოს ვინმე და სამი ერკულესი ზეგი ლოგისტიკის დისციპლინებით ერკულესი რომლებიც დაბლას ფრენა შეუძლია დაბლას სიმაღლეზე ფრენა შეუძლია სამი ერკულესი დატვირთული დესანტები ხესმაზები ერთი მერცედესში შავი რომელშიც დიდიამინი უგანდის პრეზიდენტი დადიოდა უგანდის პრეზიდენტის გადასწული დამსგავსებით კაცი შევიდნენ და ოპერაცია იყო ისეთი სენსაციური რომ ყველა იქ მოკლეს ტერორისტები ჩვენთან იყო დაჭრილი და მოკლული ორი ადამიანი მოკლული და ერთი 10 დაჭრილი და ვინც იყო მიგდალ ციკუახი ეს არის სამეთვალყურო კოშკი რომ არის ზევიდან სინათლეებს რომ აკონტროლებს იქ ერთმა სნაიპერმა უგანდის ჯარისკაცმა
შუა ოპერაციაში იონი ნათანიაუს დაუმისნოს და მოახვედრა კაცში ეს თვია და იონიკაში გარდაიცვალა. და ამ ოპერაციას დაერქვა იმის შემდეგ მისცა იონი ნათანიაუს სახელი. მაშინ ბინიამინ ნათანიაუ არ იყო პოლიტიკაში, მაშინ ის ამერიკაში ცხოვრობდა და ამის მერე ეს იყო ბიძგი იმისი რომ ისრაელია განსაცდელში და უნდა ამერიკიდან ჩამოვიდეს და შევიდა პოლიტიკაში და მერე იყო ბინიამინ ნათანიაუ კიდევ გაერთიანებულებში წარმოადგენელი ისრაელის და შემდეგ იქიდან ჩამოვიდა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს და მე დავიდა ასე და კანდიდატურა გამოაყენა ლიკუდის ლიდერობაზე და დაიწყო ლიკუდი აგერ უკვე 16 წელიწადი ეს ისტორია უკვე ეს სენსაციური ოპერაცია რომელიც 4000 კილომეტრის იქით გააკეთა ისრაელმა რომელიც სოფლიოში არ არსებობს ამის ბადალი რომელიც მოიგონოს და გააკეთოს ასე რომ დღეს აიგეთ ეს იყო სენსაციური რომელიც შოკში გააჩაიყონა ტელევიზორიო აი მე თუ მინდა რომ შევადარო პიპერების ოპერაცია რომ იყო ხიზბალის წინააღმდეგ და ირანზე დარჩხმა ისრაელთან 2000 კილომეტრის დაშორებით მე მგონი ეს 30% არ უდრება ენტბ-ს სენსაციას რომელიც ისრაელმა გააკეთა მაშინ 4000 კილომეტრის დაშორებით ის სამთავრობო დავიდა დაიწყეს უგანდის აეროპორტს ახორციელეს ყველა წამოიყვანეს 104 ისრაელის ტყვე და ჩამოიყვანეს ისრაელში ეს იყო სენსაციური რაღაცა მოიხსენიოთ იონი ნათანიაუ და ყველა დახოცილები ის და ეს იყო დევიზი იცხელ რაბინის რომ მაშინ ლაბარაკობდა ასეთი რამ რომ ისრაელი არასოდეს ტერორისტის წინააღმდეგ თავს არ დახრის და ისრაელი არასოდეს ტერორისტთან კოლაპერაციას არ გააკეთებს ფერმიკნებით სამუდამოდ დრები ტერორიზმის და ასე ხდება ძმები. ბატონო ერთი შეკითხვა მაქვს ძალიან მეტად მნიშვნელოვანი. დღეს ხუჩაბათია და ალბათ ჩვენ რადიო მსმენელს კარგად მოეხსენება რომ ხუჩაბათი ყოველთვის ახალი პოლიტიკური შედარებითი პროცესები ვრცელდება. უკვე მეორე კვირა არის თითქოს და რატომ მგონია თითქოს და ამას ხაზგასმით ვამბობ აიზენკოტი უსწრებს ლიკუდს აიზენკოტი ეს არის დიდი ტალღა ისეთივე როგორც იყო ამის წინ განცი 37 მანდატი დღეს ერთი მანდატით უსწრებს აიზენკოტი ლიკუდს მე არ ვამბობ ნათანიაუს და რამდენად მართლად მიგაჩნიათ რომ ჯერ არ დაწყებული პროცესი კაცმა რომელმაც იცის შეიძლება არის ძალიან ძვირფასი სამხედრო მოსამსახურე მაგრამ არ იცის პოლიტიკური მმართველობა ჩემი აზრით ესე მეჩვენება თქვენ თუ დამიდასტურებთ და როგორ დამსახურებულ პიროვნებაა გენერალი აიზენკოტი აქ თავის დამსახურება იყო ისრაელის გენერალური შტაბის უფროსი ადოვაიცეს აბშაკული არის საგუპოლი ეჯაჩკაცის მამა მიშვილი და შვილი მიშვილი და თვითონ შვილი თავისი ამიტომ მოწიწევი გუნავილება რაღაც მაგაზე ოღონდ აიზენკოტი არის ახალი მოდა როგორც თქვენ ახსენეთ ამ მემარცხენე და ოპორტუნისტებმა როცა განცის ფიგურა დაგნა და უკვე პროდუქტივი აღარ იყო ედებს ვიღაცა რო შეცვალონ ეს განცი აი ხმები რომ მიაკიდონ ვიღაცას და მონახე და იქ აიზენკოტი სხვა არავინ არ აქვს ისრაელის ლიდერები არ აქვს წარმოიდგინეთ თქვენ ისრაელის ლიდერები არ აქვს ქუთაშე მისხობია თქვენთვის ისრაელმა შეწყვიტა ლიდერების გაზრდა არიან პოლიტიკოსები უმრავლესობა მისი ჯარიდან გამოსული ხალხი აიზენკოტი ჯარიდან არის გამოსული, ნათანიაუ ჯარიდან არის გამოსული, ესაზეში მუშაობდა იაირ გოლანი ჯარიდან არის გამოსული, განცი ჯარიდან არის გამოსული, რელიგიური პარტიების გარდა ყველა ჯარიდან არის გამოსული.
ჟურნალისტებმა ეს არის ხალხს ჩვენ ეს დროს პატივცემდით ჟურნალისტებმა როცა დაიწყეს ამ პოლიტიკურ კაშაში თუ ტრაპოში ხელი ჩაყოფა ისე გალანტეს პოლიტიკოსები და ეს არის გენერალები რომ აღარაფერი წმინდა აღარაფერი ხარ დაუწევეს და ხალხი გაბრუებული არის ის მის ხმა ენდებენ ლიდერს არ არის ლიდერი ლიდერი იბადება ხალხიდან ან და საქმიდან კი ბატონო გეთახმებით როგორც შეიძლება ამისანა ომში 3 წელია ომი მიდის ისრაელის ერთი პოლიტიკურ ლიდერი არ დაიბადა იმიტომ ამ მემარცხენე ძალებმა ფული ვისაც აქვს ისინი ყველაფერს შევია რომ ეს ნამსხარი ჩარჩეს მარტო თავის ხალხს ერთში და არ მოვიდნენ ახალი ძალები თუმცა ქალბატონები ძალიან აქტიურობენ მე დღეს არ ვაპირებ დავასახელო რომელიმე გვარები მაგრამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ისმის გამონათქვამი რომ მე შემიძლია მილიონი ადამიანი გამოვიყენო ზუსტად ასე დაიწყო ბატონმა აიზენკოტმა არ ვიცით არის ქალები რა ქალები ყველა არიან კარტი არის იგივე ხალხი ყველა ათი ვინც არიან ეძებენ ახლა თავის ჯგუფს ეძებენ კაცი ყველა არის პოლიტიკაში ნამყოფი ერთი ახალი არ არის იოანე მენდელის გარდა ხილიკ ტრუპერი რატო რანდელი მინისტრი იყო მენდელი მინისტრი იყო ლიკუდის პარტიაში და სინაცინა პარტიის თავრობაში ორი თავრობის უკან კი ბატონო და ეძებენ ყველა რომ დაბრუნდნენ ხასიდიმებს და რელიგიოზებს ყველა იგივე ფიგურებია იგივე სახელები ერგოლანის პარტია იგივე ხალხი იგივე სახელები თუმცა ძალიან ბევრი შეუერთდა ყოფილი მერეთის ხალხი ხო შეუერთდა იგივე სახეები იგივე ესე იგი სახეებს არ ცვლიან იგივე ხალხი იგივე ხუმპალა ყველა თავის ჯიბეს იბაზ ისრაელის დემოკრატია არის დაღუპვის გზაზე თუ ამერიკის დემოკრატია ამერიკაში ჩვენ გონია დემოკრატია ასეთ აღარ არის ბატონო ფრენ დემოკრატია არა რუსებს ვალანძრაბენ ამერიკაში დემოკრატია ფულის ვისაც აქვს შეუძლია მობილიზება გააკეთოს 500 მილიონის მეცნიერული პოლიტიკაში გასვლა მე ამწვენია მეცნიერული ქალაქის ვერ ყოფილიყავი აჯდოდში მაგრამ ვერ გავხდი იმიტომ რომ მობილიზება გავაკეთე ფული ამ თავარი აქვს მე გავაკეთე მობილიზება რაღაცა 200,000 შეკელი და ხალხოდა არჩევნების 5 და 10 მილიონი შეკელი. სინამდვილე მომიტანა 10 მილიონი შეკელი. იმისთვის რომ ვიყო წარმომადგენელი ხალხის ქალაქის მერიაში. არ ვიქნები და всё. ამით თვითონ ხალხი ზარალდება თუ დავაყენე ჩემი კანდიდატურა მოაცაში მოაცაში ჩემი კანდიდატურა არ მომწე მარტო და არის აქტუალურობა ახლა მე რა უკნა სამი არა მეგია არასოდეს და სუდი არ გამიკეთებია ჩემი აზრი მაგრამ არ უნდა თქვა იცით რა ალბათ თქვენი მისვლა მოაცაში ძალიან პატარა იყო პარლამენტი ხო არ უნდა მოგეცინჯათ უფრო შესაძლებელია პარლამენტში რომ მოსინჯო ვიღაცამ უნდა უთხრათ აი წაიყვანეთ ეს იმდენი არიან კანდიდატები და იმდენი არიან კარები დამკაკუნებელი რომ twin აქვს არეული და ჩემი ზანაკაცის ოჩერედი შეიძლება ისიც სამხედრო კაცი რომელიც სულ სადღაც რაღაცის სიმართლეს და ნათელ წერტილს ეძებს რა კეთახმებით მე ძალიან მინდოდა ადათა ხუძვა ბეტახონის წევრი ყოფილიყავი ან და უფროსი ეს იყო ჩემი ოცნება ევროპის გავაკეთებდი ისეთ სახელმწიფოს მაგრამ რა ვქნა დრო გადის და პოლიტიკა არის ის არის ახლა ეს პრეზიდენტი ნახევარი გამოვარდებიან პროფესორებით თვითონ სისტემა ასე რაც შეეხება ნათანიაუს არჩევანს 10-12 9 კაცის საკუთარი დობით აღჭურვილი პირების ჩასმა ასიაში იქნება თუ არა ჯერ კიდევ ეძებენ გზას ლიკუდის პარტია ნათანიაუს ნაკვლება მოშე იქნება თუ პეტრე თუ იცხაკი შემაჯი დაანცდები ეს იყო ეს არის პრესტიჟი რომ ლიდერობა აქვს და მე მოვიყარ ვისაც ვიდა ნათანიაუს არის
ურხევი ლიდერი დღეს პოლიტიკაში მონაზრეს აქვს მინუსი ნატალია ვარჯიშის ხალხის ამორჩევა ვინც ამორჩია ყველა მუღალატან და გაუგუჭდა ნათანიაო არც პატივი იცის საკუთარი ამორჩევლის იმიტომ რომ მე ცოტა გადაივლის და გაიმარჯვებს მაგრამ მისი ბედის წერა სულ საშიშროების ქვეშ დგას ისე როგორც ახლა ნოემბერში ტრამპის შეიძლება წაგოს ამ შემთხვევაში დღეს ნათანიაუს ოფიციალურმა ოპოზიციამ განაცხადა უშიშრად გაბედულად რომ მათი კაბადონომერი ჩვენ გველოდება მომავალში კიდევ ახლაც კვირებში თუ ნოემბრამდე სანამ ამერიკაში შუარჩენები იქნება შეიძლება არ დაიწყოს მე კიდევ ომი ირანის წინააღმდეგ წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც ტელეფონს აიღებს ამერიკის პრეზიდენტთან და იქავე გადმოდის თვითმფრინავებით ბარგებით წვებით და სამალით და რაკეტებით ისრაელში ვინ არის ამის ადგილას შემსვლელი ომის არც არავინ და აი ახლა თუნდაც მე არ იაირ გოლანი მინდოდა და მეთქვა რომ თვითონ პრეზიდენტმა მოიწვია მიუხედავად იმისა ამერიკის პრეზიდენტმა ბატონ ნათანიაო მაგარი თამაში მაგელი არის მე განაცხადა რომ მან მთხოვა და მივიწვეო ნათანიაო არ წავიდა და თვითონ დაიწყო ომი ეს არის სენსაციური ისტორია ომის ისტორიებს შორის და ალბათ ჩემზე უფრო კარგად უფრო მეტი ინფორმაციის მქონე ჟურნალისტი განსჯის თუ რა არის ეს რა ბატონოერი უნდა იცოდეთ ეს რამე ახლა მე ჩემ თავზე არა ვარ გამოცდილი თქვენ შეგიძლიათ ეს განიხილოთ ეს საკითხი თქვენ ახლა ეთერში რომ ლაპარაკობთ რადიოში მე ამ შიკაშვილი კი არა ხარ თქვენ ხართ ჟურნალისტი რომელიც ეკუთვნის ერს რომი პროექტი მიაწევს შენ საცხოვრობ და რამდენი ფული გაქვს და ეს ხალხს არ აინტერესებს რა თქმა უნდა როგორც ასე მე ვარ პოლიტიკური თუ სამხედრო მიმოხილველი ვიყავი სამხედრო პიროვნება მე ჩემთან ჯანდაბოდი სამხედრო ატაჟი რომელიც აღარ მე არ ვეკუთვნი ხალხს ეგონა მე ვეკუთვნი ვითომ თავი იმას ათესაობას და მეგობრობას მე არ ვეკუთვნი იმას მე ვეკუთვნი ისრაელის ერს ჩვენ ვეკუთვნით ქვეყანას ბატონო ფრანდა მუშაობთ იმაზე რომ ქვეყანა სამხედრო პოლიტიკა გავაძლიეროთ დავუდგათ ნათანიაო ეკუთვნის ისრაელის სახელმწიფოს ისრაელის ერს ისრაელის ერის მომავალი აი ეს მაგისი თავარი იდეა და ყოველ გითხარი და გეუბნები ნათანიაო დილას როდგება ცოლ-და-შვილი კი არ გითხულობ როგორ არიან ნათანიაო გითხულობ ჩამომაგდებენ დღეს თუ არ ჩამომაგდებენ კოალიცია და ოპოზიცია ბატონო გეთანხმებით სულთა მართლია საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს რომ ადამიანები რომელიც სახელმწიფო საქმეში სახელმწიფო თანამშრომლები არიან ფასიანი თუ ფასო რა თქმა უნდა ისინი ყოველდღე ფიქრობენ როგორ გათენდება როგორ იწყება გარიჟები მე მოსკოვში რო ვიყავი სამხედრო ატაშე ამინა სახელმწიფო თავსახელო ქართულ ებრაელებს თუ იქაურ ებრაელებს ეგონათ რომ მე ვიყავი ის ბიჭი რომელიც გალს აუკეფამდა საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის თუ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში რუსეთის თუ ისრაელის და გავაკეთებინებდი ჩემს გზაზე ბიზნესს ერთი წელი ვერ მიხვდეს რომ ჩემთან ეს არ გამოვა მე ვარ პატრიოტი და არა პულის გამკეთებელი პატრიოტობი ახლა ვერ ფიქრობთ რომ შეცდით არა არასოდეს ზუსტად მასე წარმომედგინეთ ერთი გადახვევა უნდა გავაკეთო სასიამოვნო გადახვევა რომ ძალიან ბევრ ადგილზე ვრცელდება თქვენი და ბატონი ნათანიაოს სურათი საზოგადოება კითხულობს ხან მეც მირეკავს რომ რა ურთიერთობა აქვს და ხმის მიცემა ხო არ სჭირდება და რაღაცა და მე ურთიერთობა აქვს და აქ ის ურთიერთობა რომ მე სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტი ვფიქრობ რომ გავაკეთე ანალიზი რომ დღევანდელ დღეს ამ სიტუაციაში ჩვენ არ აქვს ლიდერის გამოცდის უფლება არ აქვს ეს უფლება იმიტომ რომ შეცდომები რომელსაც ის უსწავლელი და გაუნათლებელი გამოუცდელი ლიდერები გააკეთებენ მომავალ ომში როგორც უნდა გაკეთდება აიზენკოტი იყო ის ადამიანი
თავის გენერალებთან ერთად რო უთხრა დელემ შუა ომში შეწყვიტე ომი 4 ბრძოლას და შესაძლოა გავაკეთოთ. დიახ. ერთიანები იყო ის გენერალური შტაბის უფროსი ჩვენი რომელსაც თქვა პიპერები არ ამუშავო. არ დახოცო ტერორისტებიო და ამკუბები დაგავ ინტერნეტზე გამოუშვებენ. დიახ. და მაგერი იყვნენ განცი და აიზეკოტი და ერთიანები რომელიც დახოდნენ ირან არ დავარყათ ვაიმე რა გუშინ გუშინ განაცხადა სხვათა შორის მე-14 არხზე რომ აიზეკოტს კარგად გაარტყა სილა რომ მან შეუშალა ხელი თორე ირანი ახლა უფრო მოსუსტებული იქნებოდა ვიდრე ახლა არის. აიზეკოტმა 6 დივიზია დაშალა და გადაადუღა ტანკების ფოლადი. და გაყიდა ნაწილება. ვინ გააკეთა ჯარის კანონის ხუთის უკან რომ ჯარში აღარ იმსახუროს ჯარისკაცებმა თემა 3 წელი იმსახუროს 2 წელი ნახევარი ვინ გააკეთა მაგრამ ერთიანები აიზეკოტი და ქოხაბი კი დავაბრა ეს ჯარი დამეტან დიდი ჯარი ყავს და ახლა ისახიან პატარა ესე იგი ეს იყო პოლიტიკა და აბრალებენ ნატანიაუს შენ დააბადარავე ჯარიო. გაიგე? კი ბატონო, ჩემი შეცდომა რო თქვენ გადმოგაბრალოთ. მე ზუსტად ეს არის რომ მე დავუშვა შეცდომა და ვთქვა რომ ეს იყო მიხელი მე ზუსტად ეს არ განმეცხადებიო. მაგრამ ახლა როცა შუა არჩევნებია და 100 დღეზე ცოტა მეტი გვაკლია არჩევნებამდე მე ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული რა თქმა უნდა მე ყოველთვის ჩამოსulis ბატონო მე ერთი რამ მინდა კიდევ გითხრათ ამ კვირაში ტექსტ იმაზე რეშეტზე რადიოში ორი გადამცემი რომელიც კაი პროგრამა აქვს ლიბერმანი კი არა იმაზე რეშეტზე ხო ეკითხებიან აი ამერიდა კიდევ ესე ნუ ქუდიანი ბიჭი ერთი რომ აიყვანს ერთი რაბი და ეულებიან ამას ეკითხებიან აკეთ იქით აკეთ და ერაბიმა დაიწყო ტირილი წარმოიდგინეთ თქვენ გეკითხებითო თქვენ რომელსაც პრესაკი გავიათ ხელშიო და ენაშიო თვალი არ აკაცო და თქვენ ილანძღებითო და თქვენ ლაპარაკობთ ერთიები გამოვიდაო რომელსაც თქვაო გენერალურ შტაბის უფროსობა ისო კეთებდა და რაღაცაო 2500 რა მოგიყვა რომ ლოცავენ გენერალურ შტაბის უფროსობა და იმას რატო არ გამოყავთ ის ტელევიზორში და რადიოში სიცხე გაიქნათ არ იცოდეთ ეს იყო თავარი რაბი რომელმაც დაგმო გენერლის გამოსვლა რომ წინააღმდეგი წავიდა ჯარი მე უნდა ის რატო რაფერ შეიძლება რომ დავაახლოვოთ ერი ერთმანეთთან და რაფერ უნდა დადებითი გამოახლოვებდეს უფრო ვიდრე უარყოფითია აი ტელეპრესა არის გასული სულ უარყოფითია აიცით მე ძალიან გულის დიდი ტკივილით ვამბობ ამ ამბავს რომ ძალიან ბევრმა ცნობილმა ჟურნალისტმა დატოვა რუსალაიმი იმის გამო რომ აქ არის ძალიან ბევრი რელიგიური სამყარო და მეკითხებოდნენ რომ შენ რატო არ მიდიხარ რატო არ ყიდულობ სახლს ტელავივში და რატო არ ცვლი იმიტომ რომ რუსალაიმი ეს ყველაზე ძვირი ქალაქია მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირი ქალაქია და მე არასოდეს არ მიგძვნია ბატონო ეფრემ რომ ოდესმე რელიგიური სახეები ხელს შემიშლიდნენ მე ისინი არც სამსახურში მე არ ვიცი არიან თუ არა თქვენთან კავშირში მორაშეთის თანამშრომლები მე ვთხოვე რომ თქვენ ხართ ჩვენ ქართველიერი თითქმის დიდი რაოდენობით ვაფასებთ რელიგიას გვიყვარს ჩვენი წარმოშობა რელიგიამ გადაგვარჩინა ამაზე უარს ვერავინ ვერ იტყვის და იმედია რომ ჩვენ ეს რელიგია ხვალაც გადაგვარჩენს გადაარჩენს იმას ვისაც წამს ვისაც ღმერთის პატივი აქვს და ბოლო შეკითხვა მაქვს თქვენთან რამდენიმე ტელეფონის მიღების შემდეგ გამიჩნდა საკუთარ თავთან კითხვა და ეს არ არის ან ბლიცი და არც სპონტანური შეკითხვა რომ წასულიყავით კანდიდატად ლიკუდში ესეთი აქტიური იქნებოდა ქართველი ებრაელობა თქვენს მიმართ? არა.
გიცდიათ კი ამაზე ბედი თუ არა? ქართველი ებრაელობა თქვენ თუ იმას ხაზავთ რომ ქართველი ებრაელობა არა, ქართველი საერთოდ აი ჩვენ სირგული ყოფი ახლა ქართველი ებრაელობა არ არსებობს რომ ვიღაცა 50 ჩამოსულმა ერმა ისრაელში ვიღაცა კანდიდატი ერთად ეს აერთიანებს რუსებს მაგალითად კიდევ დღეს ქალაქის მერიებში და პარლამენტში ლიბერმანს ერიყო შარანსკი, მერე იყო ედელშტეინი, მერე ედელშტეინი შევიდა ლიკუდში, დაიშალა ოლეხადაშვილის პარტია შარანსკის და ეხლა არის ლიბერმანი, რომელიც რუსების პენსიონერების ხარჯზე და რუსების ძველი თაობა იქნება იმას ხარჯზე აქვს 8-10 მანდატი პარლამენტში. ავტობუსების დამთავრდა ოლიხადაშობის პროცესი. არ დამთავრდა რუსები, რომელიც ბევრი არიან მეტაბორში და ასეთ ადგილებზე ცხოვრობენ, აქვს თავისი რეჟიმი, პრინციპი. ქართველებს არ გააჩნია ასეთი პრინციპი და რეჟიმი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქართველებს უფრო უყვართ გიკარ ნახონ შენ, რაში არ ახარ წესიერად თუ რაში არ ახარ სწორი, ვიდრე მოგითითონ რაში ხარ სწორი და წამოყვები შენ. და ამით იწყება და მთავრდება ჩვენი ისტორია, თუმცა კი ყველა ქართული კამპანია იწყება გაუმარჯოს თამადას და მთავრდება ჯგუფით. კი და იცით დღეს ერთი ძალიან კარგი ჟურნალისტია ლიბერმანთან ფლოვერი მიხაელი ძალიან ჭკვიანი ბიჭი და სხვათა შორის ჩამოვიდა ბიბის მოწვევით, მაგრამ შემდეგ ვერ მიიღო თუ არ მიიღო თუ მოხდა ისეთი რაღაც და წავიდა შიმონ პერესთან. დღეს ეს ახალგაზრდა კაცი უკვე ლიბერმანის პარტიაშია, იყო მეცხრე არხზე საკმაოდ საინტერესო ჟურნალისტი და მინდა რომ წარმატებები უსურვო, მინდა რაიც ჯერ იქნებ კიდე ეძებენ ტრუპერის გადაადგილება და რაღაცები იწყება და ვინც იქნებ მოხდეს რამე ჩვენი რადიო დიდი პატრიოტი დაგიჭერთ მხარს და ვიმუშავებთ. არა აქვს პრობლემა. მე იმას გეუბნებით რომ დიდი მადლობა თქვენ ამ ტოპისთვის. მე მინდა რომ და მე მგონია სამართლიანობა რომ თქვენნაირი კაცები უნდა აფსებდნენ პარლამენტს. მე როცა მოსკოვში დავინიშნე სამხედრო ატაშედ ტელეფონი დამირეკე სამხანაგიო დეპეშა მოვიდაო რომ შენ დაინიშნეო გადაწყვეტა გენერალ შტაბში და დაურეკე ჩემი გენერალს არონ ზევი პარკაში. როცა შენ მაშინ სერიოზულად ეს მოხდა ხო კი ჩვენ ვერ შეიძლება ამ პოსტის აწევას მე ცოტა ხوار დავაშავეთ. შენ იქნები ყველაზე კარგიო. შენ ხარ გამოჭრილი ამ დიპლომატიას წინოს. მე იმედი და ასეთ მოხდა რომ ვიყავი ესეთი წარმატებული დიპლომატი იმ პერიოდში რუსეთში. ბატონო, მამით დაგემშვიდობებით. მე მინდა ვაცნობო და გაცნობო თქვენს რომ რა თქმა უნდა რამდენიმე ადამიანი 10-20 კაცის გამოკითხვა ნამდვილად არაფერს არნიშნავს და თუ კი ჩვენ გავერთიანდებით დღეს ხვალ არ არსებობს ასეთი დაივიწყე 50 არ არსებობს მაროკოელებმა 1993 წლამდე სულ უნდათ გაერთიანება თქვენ აქ არიყავით ისრაელში და სულ კრახი იყო ვერ მიღებულობდნენ 2 და 3 მანდატს ძევას მიიღეს აბუხატერმა 1990 წელს. არა, მე ვამბობ რომ ისრაელის საზოგადოებასთან. ოდიში. მე მიიღეს ჭკუა ვიღაცა მურჩია და დაიშალეს მაროკოელები და შევიდა ყველა პარტიებში. ეს ლიკუდში ნახევარი მაროკოელები არიან. აბოდაში მაროკოელები არიან, ერგოლათან მაროკოელები არიან, ბენეტთან იქნებიან. ესე იგი არ უნდა იყოს მობილიზება. სხვადასხვა არაბულ პარტიებს 15 მანდატი აქვთ. შუაში ახლა არაბული მაროკოელებთან რა დიდი სხვაობა არის მაროკოელებსა და არაბებს. ბევრი არაფერი. მე მინდა წარმატებები. არის შურიანობა და სახარუთი და ისინი არიან არაბები, რომელსაც სამწუხაროდ.
მე მინდა ყველა ასპექტში ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. მე ვიცი რომ თქვენ ჩემი დიდი პატრიოტი ხართ და მე თქვენ დიდი პატრიოტი ვარ და მოდი ასე იყოს სულ. და ისე როგორც მე საკმაოდ მე ავადმყოფობის შემდეგ გადავდგი არ თუ ისე იოლინა ბიჭი ყოველ დღე ჩაშლა მქონდა ყოველ დღე მტრები მყავდნენ და მაინც შევძელი გადაცემების გაგრძელება ასევე თქვენ მენახეთ ისრაელის პარლამენტში და მოსულიყავ და მომელოცა ასე რომ მთელ ისრაელის ქვეყანას ჩემ ხალხს ჩემს წარმომადგენლებს მე ძალიან ბევრი დიდი პოლიტიკოსი მყავს მეგობარი და წარმატებები მინდა ყველას ერთად გისურვო. დიდი მადლობა. გამარჯვებოდით დროებით. აბა გამარჯვებოდით. დიდი მადლობა. ჯერ მადლობა ეფრემ მიხაილი ერთ-ერთი ღირსეული ადამიანია ჩვენს თემში. აუცილებელია რომ რაღაც წარმომადგენლობა შევქმნათ. რა თქმა უნდა მე მხოლოდ სურვილს ვლაპარაკობ. ეს ჩემი პირადი სურვილია და იქნება არის ვინმე ისეთი კაცი რომელსაც შეუძლია თქმა მაგიდაზე ხელის დადება და იმ რაოდენობის თანხის დაავაგება, რომელიც მისთვის არის საჭირო. იქნებ ჩვენც ვიყოთ. ხო შეიძლება თქვა ფრემა მე ვერაღაც მიცნობს, მე მგონია ბევრი ასეთი მომენტი, როდესაც რაღაცას ვჭირდებოდი და როდესაც დაახლოებით 2000 ტოფესით მივედი ლიკუდის პარტიაში, ეს ოსესაცური არავის ეჯერა რომ თვის ჩამოსულს შეძლო ამის გაკეთება და რომ გავიდა ჩემს თვალში ყველაფერი გაუფერულდა პარტია დაჩა საზოგადოება და მე კი ყველაფრიდან გავქრი მხოლოდ დავჭით მე და ის განცხადებები რომელიც თქვენამდე უნდა მოვიდეს წარმატება უსურვოთ ყველა ჩვენს კანდიდატს და უპირველესად ჩვენს ქვეყანას ახლა როცა ამერიკა ირანს სურყავს და აღავინ არ იცის გვესვრის თუ არა ახვალ თუ ზეგ ირანი ჩვენი დაუძინებელი მტერი რომელსაც ტაში ძლიერად თურქეთმაც დაუკრა მე კიდევ მშვიდობებით კარგად წამდებოდეთ